გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ Tales Tastings, განსხვავებული ლოკაციიდან კიდევ. ბექამ გადაწყვიტა, რომ წამო ბუნებაში ერთად წავიდეთ რა და მეც ახლა ბუნების მოყვარული ადამიანი ვარ, მიყვარს ბუნება და წავედით მეთქი ბუნებაში თქო და გავიჩიდეთ აი ამ თოვლში. თოვლში და თოვლში. გვაქვს ცოტაოდენი საჭმელი, გვაქვს კიდე პროდუქცია აქ, რითაც დავამზადეთ ამ ყველაფერს. შემოგთავაზეთ კულინარიულ მიქსოლოგიას, ესე ვთქვათ. შეიძლება ხა ვიღაცა გამოვიდეს და თქვას, რომ მოკლედო ეს რაღაცაო. ბექა, მოდი აქ რო არ დგახარ, ვერ წერ შეჩემა რა. ეს საჭმელი არ კეთდება, ისე არ კეთდება, მაგრამ ნახე, აქ არც ერთი არ ვდგავართ პროფესიონალი კულინარისტები და რაღაცა, ესე ვთქვათ, ვარსკვლავებს არ ვწყვიტავთ კულინარიის სამყაროში, მაგრამ გემრიელი ბიჭები ვართ და რაღაცების გაკეთება შეგვიძლია. არავითარ შემთხვევაში შულს არ ესროლოთ და რაღაც გასწავლები არ მოკლათ ხალხო, პირიქით დავიცვათ და გადავარჩინოთ ჩვენი წელი. ვაუ, სპაგეტის თემატიკას მივაწვევით. სპაგეტი უნდა გავაკეთოთ ბუნებაში ხა ნახე მე ვიღაცა იყოსო ბუნებაშიო სპაგეტი ვის გაუგეო კაი მწვადი კაი რაღაცები ვიცი ხა ყველაფერი არ მეშლება ყველაფერი მაგრამ ყველაფერს ერთგვარად ხო არ გავაკეთებ ცოტა სხვანაირი ელკითხად შევძენთ ამ ყველაფერს ბეკა რა სიტყვა კაი აზრია ბეკას დამუნჯებული არის ხა გაიქია და 100 გრამი თუ არ ჩავარწმევიებს უკვე ფერი აღარ ადევს სახეზე ხელებს ვათოთ ეხა ეს არ გეგონოთ რომ რაღაცა წყალი ამოვიტანე და რაღაცები ქვევით არის წყარო და იმ წყაროდან ამოვიტანე ეს ისა რა ქვია ეს კადრში არ გამოაჩენე იმ წყაროდან ამოვიტანე ეს რა ქვია იმ წყაროდან ამოვიტანე წყალი და აი აქ ჩავასხე ის წყალი არ მეყო მე თოვლი გავალღვე და იმ თოვლისგან მივიღეთ ეს წყალი ვიმარჯვებთ ჩვენ מחვილს აი ესეთი מחვილი გვაქვს დავჭრით ჩვენ სპაგეტს ერთი ესეც ორი. საჩეილება ამის შეძენა გუდვილში, რა, ყველა სუპერმარკეტში არის ეს, ვთქვათ, შეგიძლიათ იყიდოთ. დივალის ბრენდია. დივალი არა, დივალი. ვისი არის ეს? დიველა. დიველას წარმოების იტალიური ნაღდი, ესე ვთქვათ, სპაგეტი. იტალიური პროსეკო გვაქვს. ნაღდი 200 წლიანი ისტორიის, აქ გვაქვს წვანილი შემდგომ სალათი ფურცელი უკაცრავად და რაც თავარია, ხახვის გარეშე არაფერი არ ხდება საერთოდ, რა. ხახვი არის აუცილებელი რა. აი მაგალითად ფილმებს ადრე რო იღებდი, ხავს ისმევდი თვალებში რომ ბუნებრივად ეტირა და ბექა რამე ისე ტრაგიკული მითხარი რომ თვალებში ამოვისო ეს და ვიტირო. დავჩეხოთ ხახვი. როგორ იწევება ხახვი? აქედან თუ აქედან. არ ვიცი, ხახვის ჭამელი ცხოველები არსებობს, რომ ხახვი ევასებოდა ეს. ჩავჭრათ ხახვი. ხახვის ჩაჭრა ძალიან რთული საქმე არის მეგობრებო. იმიტომ რომ უეჭველი ტირი ხარ. უეჭველი თვალი გეწვის, ბეკას რაინაღლება შორიდან ზის. დაიჭრო! ოპ, გადმოვიდა ბიჭო. გადმოვიდა, ბეკა ვერ მეტყვი ძმაო, აღარ შემილია ეხლა რა უკვე. ესეთ პირობებში მე ვერ მუშაობ. აჰა, ნახე, პროსტა კაფკაფა, ცხელი სპაგეტი. თანუ ვინ წარმოიდგენს რომ შუა ტყეში, სადაც მარტო მე და ბეკა ვართ. სპაგეტი კეთდება, პროსეკო გვაქვს. რავი, რა გვაკლია ბექა ესეთ გარემოში, რაღაცა ისეთი გვინდა კიდე რა, ისეთი საჭმელები კეთდება, რომ ამას ბევრი ვერ შეჭამს. ამასობაში სტუდიაში მინდა პური. პურის ესესროლ არ შეიძლება, მაგრამ ძველი ის ვიყავი რაგბისტი და დავიჭირე. ცოტა ხასიათზე რომ მოვიდეთ, ჩვენი ტოსტი პროსეკო ავაფეთქოთ. ასე თუ იტალიელები რომ ავაფეთქოთ ბექა. ჰა? თავს ნუ მიქნევ. კი, ან არა მითხარეს, თავის დაკნევა რა ხო? კი. ხო, ეგრე ჯობია. ლევან ბიჭო არ წამოიყვანე? ავაფეთქოთ? ანუ აფეთქება უნდა ხალხს, იმენა აფეთქება? ცივი რო არის აზე ხარ არ ფეთქებ. ჩვენი ტოსტი პროსეკო აფეთქდა. მოკლედ ძალიან იაღლეში დაგვემართა მეგობრებო, ჯერ გამოუცდელები ვართ ბევრ რაღაცაში, მაგრამ ვიხვეწებით მე ხა მაგაზე არ არის პრობლემა. ბექამ დატენა კამერები, მაგრამ ესეთ კლიმატს არ ველოდით, ესეთ სიცივეს არ ველოდით, თორე ხო დავარტყმევიებდით 100 გრამს ჩვენ კამერებს და მოვხოდავდით. მოკლედ კამერები გაგვეთიშა. 3 კამერა გვაქვს, 1, 2, 3 და 3-ვე გამოვიდა წყობიდან. სიცივის გამო და ეხლა ბექას უწევს თავის ნახევრად დამჯდარი iPhone-ით. აი ამ ყველაფრის ისა რა ქვია, შეკრა და ნახოთ რა გამო იმედია ტაფით არ გავიქცევ. სადმე და ეგრევე იტალიაში მგონია თავის ძმაო. მაგრამ იტალიაზე მაგარად გილასვათ, მაგრამ აუ სასწაულია. გასჯობ ხა.
გაყვარ გასიჯავ. რატო არ გშია? შავი პური მარცვლებით. ვისი მარცვლებია შეკიდა არ ვიცი, მაგრამ აშკარად რომ გემრიელად გამოიყურება. ნახე რა გემრიელად გამოიყურება პირიდან რაღაცა ვისროლებ. ნაღდი ხელოვნური ხიზილალა. ნაღდი, ანუ ნახეთ ახლა რა ხდება. AI ხო იცით რაც არის. მოკლედ თევზები გადააშენეს და AI-მ ხელოვნურად შექმნა ხელოვნური ისა რა ქვია. იკრა. ანუ AI-ს ჭამთ. ხო, კარგი ხო. მოკლედ აი ამ ბრენდს აქვს ნაღდი ხიზილალაც რა, რატო ვიძახი ახლა ამას, რომ ბექამ ფული დაზოგა და წამოიღო AI-ის შექმნილი ხიზილალა. AI-ის რატო ანუ AI-მ შექმნა ხელოვნური ხიზილალა რა და ჩვენ გვაქვს AI-ის ხიზილალა. მე ამას არ შევჭამ, პროსტა წაუსმევ კურსზე და ვნახავ, აბა ერთი. რა წამოიღე ბექა რა არის ეს? AI-ის ხიზილალა გაიხსნა. აი ნახეთ როგორ თანთალებს. იავი, მაგრამ ხელს ხალწავს და მტაფას როგორ გააცხელებ. ეს მონადირებული არის აქვე, ხეში დავიჭირი. მარტო ის არის რა, ვიჩინა დარბის მარტო. ესეთი ცხოველი არის, რომელიც ანუ აი ესეთი ფორმის არის. და ესე გამოვარდება და უნდა დაიჭირო. ოღონ იშვიათი ცხოველი, ესეთი ცხოველი ასეთ არის. და აი ეს ცხოველი არის რა, რაც დარბის. აი ესეთი ვიჩინის ფორმის ცხოველი არის, რომელიც დახტის დღეში. და დაიჭერ და პირდაპირ შეგიძლია უმად დაიჭირო და იგივე ადგილზე შეჭამო. ვიღებთ მანქანის ზეთს, ესე ვატრიალებ და წავიდა. ბიჭო, რა არის? აი ნახეთ როგორ აშიშხინდა. შიშხინ. ყალი გადაგვაქვს. ხელებს გადაბანა ხო არ გინდა ბექა მოდი. ამას აუცილებლად მოვასხავთ რა ესე. პომიდორი დაკეთე რო გითხარი? ეს AI-ის პომიდორია მეგობრებო, ეს წინასწარ გარეცხილი გვაქვს. აი ესე შუაში გავოჭრი, აი ესე გავჭრი და ჩავაწურავ. თავარი ამბავი. გადაგვაქვს სპაგეტი. თავსახური კაი იქნებოდა ამაზე რო ქონოდა, მაგრამ ბექამ აქაც დაჟმოტა, აუცილებლად მამონტის ზე. ავიღებთ აი მამონტის ყველს. ბიჭო, ის იტალიელი ტიპები რო არიან, ხო იცის იტალიურ საჭმელს რო შეურაცხყოფას აყენებენ და მე რო ადგებიან. ვაგათმა არ ვნახო. წინა ვიდეო ჩემი ხო გახსოვთ მეგობრებო? ჩემ ტერიტორიაზე მაგარის სანელებლები რო გამოვიყენე, ეგ სანელებლები კიდე მაქვს. მოვაყაროთ ბექა ესე ყوار გაწყეს შენ. აი ესე ნახეთ რა ხმაკ. ოპა. აუ რა გებრიელი გოგლი გავაკეთე. მოკლედ მანამდე ბექა ხო არ მეხმარებოდა და კაცი ვერ შემოდის და ეხლა მე ვიკიშკავებ მანამდე. გავწმინდოთ აუცილებლად ჩვენ. დანა. რატო გავწმინდოთ არ ვიცი, მაგრამ მაინც გავწმინდოთ. გადაუშვათ პაშტაკი. აი კარგია ამოიღო. მასკატია ზანგემლე. აი არ ვიცი ისი ხორცი იყო, მაგრამ რაღაცა რამე ეგზოტიკური სჭამა თუ გინდათ ბაყაყია მე. რა ჯობია. ბექა ჩავიდა და ითევზავა. და ამოგვიყვანა ორაგული. ნაღდი ორაგული. ქაშაყია, არ არის ქაშაყი. აბა რა ჯანდაბაა. დაიჭირა პირდაპირ პარკში. შეფუთული დამარინ ისა რა ქვია. შებოლელი. ანუ ეგეთი მდინარეც არსებობს აქ. მამონტის რძე ისა რა ქვია, სიომგა ეგრევე იმით რა ქვია. წყლიდან ამოდის ეგრევე ამოგაკ და ჭრიდა ჭამ. აბა ვნახოთ ეს რა არის. ძალიან კაი გამოვიდა. ძალიან მაგარია. მართა მოკლედ მეგობრებო, უცნაური კულინარიული ჯახი გქონდა მე და ბექას გაუკვალავში. პროსტა ერთი ის მადარდებს რომ ამას რო შევჭამ გადავრჩები, მეორე ის რომ ამ თოვლიდან გავალთ. მესამე ის რომ ტელეფონები თუ დაგვიჯდა. რაღაცა იქნება რა. აუჩი.
ანუ აქ უნდა ორი კაცი რა. დანგება მეუბნება რომ არა იღო გიო მოკვდები. ხასნი სამცხარი. დედას პიცა ვარ გემრიელი. გემრიელი არ არის? გიჩავა. ჩვენი გამოსვლა ბუნებაში იყო რაღაცა ესე ვთქვათ, ერთგვარი პროექტი, სადაც უნდა გამოვიდეთ ხოლმე და რაღაცები უნდა გავაკეთოთ რა. ეს იყო სატესტი, ესე ვთქვათ, როგორ მოგეწონებათ. შევეცადეთ რომ რაღაცნაირად აგვეხსნა, რაღაცები გაგვეკეთებია. კიდე დაგეგმილი ვქონდა ძალიან ბევრი რაღაცები, უბრალოდ ტექნიკური ხარვეზების გამო რაღაცები ვერ ვქენით. სიცივე თოვლი აპარატურის წყობიდან გამოსვლა. რასაც გამოვასწორებ აუცილებლად და შემდეგ ვიდეოებში просто ბეკა ისე ჭამს ამ შემგაკეთებული იმას რა ქვია საჭმელს რომ დაგანახათ მიგდებოდით რომ გებრიელი იყო. თქვენ უყურებთ Tales of Tastings, კადრის უკან არის ბეკა, ჭამელი ბეკა ხარ ჭამს რომ განახათ აი просто ჩვენ ვიყოფებოდით ტყეში, ტყის კაცები ესე ვთქვათ და რა ვიცი არა ესე ვთქვათ და დედაჭევა და რა ვიცი მინდა რომ ბევრი ესეთი რაღაცა ვიდეოები გადავიღოთ მე და ბეკა. კარგი ბიჭო, კარგი, ნუ ღაჭამს ბობას გაფიცე, მეც ვშია, მაცადე ცოტა მორჩეს კადრი. მოკლედ ნახვამდის მეგობრებო, გავიქეცი, ხა ძალიან მშია და უნდა ვჭამო.